შემდეგ ზაფხულს არ გინდა იბიცაზე? ხომ იცი ჩემი პასუხი? იქ ისეთი გზებია ძმისგულო, რომ ორივე ბამპერს დატოვებ, ჩემი დრაკონი წავიდეთ. ყავას მომიდუღებ? მეზარება ადგომა. მოდი ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე და მერე. გისმენ? შემდეგ ზაფხულს არ გინდა იბიცაზე წავიდეთ? ხომ იცი ჩემი პასუხი? მერე მოიცალე. გელოდები. მოვიცლი აუცილებლად და მოგიტაცებ ბუცეფალზე ამხედრებული. კაი, ახლა რა? ისე მართლა. არ გინდა მოგიტაცო კლასიკურად, ძველებურად. მამა პაპურად. მისმინე, მოდი ჯერ შენეგ ბიკონი თუ რაღაც მოიტაცე შენს Honda Fit-ზე ამხედრებულმა და მერე მოვიფიქრებ და ვფიქრდე თუ არა მაგაზეც. აუ, ჩამიქაქე რა ოცნებებში. შენც ახლა სულ მაგაზე არ ოცნებობდე რა. მომიყევი აბა რა დაასკვენი იმ დამაქალთან მუსაიფის მერე? საჭკაობას თავი დაანებე და საქმეს მიხედეო. კაი, მართლა. კი. ეგრეა, ლომად საჩალიჩო მაქვს. ჯერ უნდა ჩავიდე ბანკისში. სად? ბანკისში რა გინდა ბიჭო? ქისტებს უნდა შევება. სანამ ბიკონს არ გადმომიგდებენ დამარცხებულნი თავისი ნებით. კაი, მართლა. რა გინდა იქ? სავარაუდო სამყოფელია ჩვენი სამიზნის. მართლა იქ არის? აჰა. ასე გითხრენ ქალმა? არა. მე დავასკვენი. როგორ დაასკვენი, არ გადამრიო? იქ როგორ მოხდა? ანუ ნახე, იმ სასტუმროში გაჩითულა ვიღაც ჩინელი მინგლუ. ლიფტებს არემონტებდა რა, ხოდა თავის დროზე რომ დაკითხეს რაღაცა რეალი იბაზრა, რაღაცა თრეში. ხოდა იმ დაცვის უფროს ამ ქალის მამას ქონდა საფუძვლიანი ეჭვი რომ ამ ჩინელმა მოიპარა ის დისკი თავის ყუთიანად. ასზე ხარ? საიდან გაიგო? მერე? ვიღაც რუსი აგენტებისაგან სავარაუდოდ. ხოდა ამ ტიპს ვერაფერი დაუმტკიცეს. და ისიც ეგრევე დაითესა იქიდან. მერე აუყვანიათ ბანკისში ჰესის მშენებლობაზე. მერე ნაცებიც რომ მიადგნენ ახალ ეტაპზე გამოძიებისა. ის ჩინელი საერთოდ გამქრალა. ჩემი ვერსია ასეთია რომ ნადირობის სუნი რომ იყნოსა წავიდა ვაფშე ქვეყნიდან. ჰესის ადმინისტრაციამ უთხრა ამათ რომ დისციპლინური პრობლემები ქონდა და დავითხოვეთო. თითქმის არ უმუშავია ჩვენთანო. მოიცა. მერე შენ საიდან ასკვნი რომ იქაა? იქნებ წაიღო თან. მარტინმა რომ გველაპარაკა, ხო გახსოვს, სიგნატურაზე? სო სიგნალის ხო? კი, აი იქაური რადიომოყვარულების საუბრის ჩანაწერებიდან დიდი სიზუსტით ემთხვევა ყველაფერი. მაგარია. ანუ რა გამოდის რომ იმ ტიპმა დამალა და მერე დაავიწყდა თუ ვეღარ გაიტანა ქვეყნიდან? კი, მაგას გავს ყველაფერი. სავარაუდოდ იქაა დამალული და ჩვენი უპირატესობა ის არის რომ ვიცით რაც არის. კი, მარა ამდენი წელი რატომ ვერავინ მიაქცია ყურადღება? გოგო, აბა დაფიქრდი, თვეში ერთხელ ასხივებს 10-15 წამით მაქსიმუმ. ეს სიგნალი ვიღაცამ შეიძლება ან მოისმინოს შემთხვევით ან არა. ისიც თუ მოისმინა ეგონება რაღაცა სატესტო რადიოსადგური და მეორე დღეს დაავიწყდება. ამის ალბათობა კიდევ ძალიან მცირეა. უბრალოდ იმ მასტებმა ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ გაიგეს და დაფიქრდნენ ბოლო-ბოლო რა ხდება ჩვენს თავსო. ლოგიკურია, პრინციპში. აჰა. ანუ ეხლა იქ ვარ წასასვლელები? შენ არა. ღადაობ? რატო? არ ყოფილ ვარ ბანკისში, მაინტერესებს. იცოდე აქ ხანჯლავენ იქ. კაი, რატო არ მოდივარ? აქ ერთი საქმე გაქვს. ბიძა ჩემი რადიოფიზიკის პროფესორი რომაა, ხო იცი? კი. მერე? მაგასთან შეხვედრა უნდა მომიმზადო. რა პონტში კუდები გაგეჩითნენ? კი, გამაფრთხილეს ჩვენებმა. კაი, რას ვიზამ? აბა მარტო მიდიხარ? საბას ვეტყვი. ეხლა მომიდუღებ? კაი, ადექი. მივხედოთ საქმეს თორემ Big Brother watching you. მეგობრებო, საბა ჩემი თანამშრომელია, პროფი თავის საქმეში, იგივეში რაც მე ოღონდ უფრო ედვანსედი. ბანკისში არის რამდენიმე ქართული სოფელი, მშავლებით დასახლებული. იქ ერთი კურსელი მყავს, მინდია ბაიდაური. 100 წელია არ მინახავს ეს კაი კაცი. მარა ისეთი გულის პატრონია 101 წელსაც არ მეტყვის დახმარებაზე უარს. ბოლოს რაც მახსოვს ბანკეტზე დავთვერით და მოვიარეთ ოჯახობა. როგორც მოგეხსენებათ, სეისტუკი არ მაქვს. ხოდა ჩემი 257 ფეიქ აკაუნთით მოვძებნე მინდია და მთელი ძალისხმევა დამჭირდა რომ დამერწმუნებინა რომ ნამდვილად მე ვარ. სანამ ვიდეო კოლით არ დავენახე მანამ გინებამდე მიდიოდა საქმე. რა თქმა უნდა ჯიგრული მოკითხვა, ამბავი, გაგება, ავუხსენი სიტუაცია და სიხარულით დამთანხმდა დახმარებაზე. მეორე დილით დავაწექით გომბორის გავლით მე და საბა. როგორც მძღოლიც არამარა სარკეში ვიყურები და უკვე გომბორის გადასასვლელზე შევამჩნიე რომ ერთი ნაცრისფერი Volkswagen-ი მუქი შუშებით მომდევდა მუდმივ დისტანციაზე. თავიდან ერთი გზა გქონდა მეგონა. მარა მერე 1-2 ჯერ სპეციალურად გავაჩერე ხან წყალზე ხან მარკეტთან და ბოლოს მაინც უკან აღმოჩნდა.
საბასთვის არ მithქვია მინდოდა ბუნებრივად მოქცეულიყავით. ასე თუ ისე რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს, მით უფრო ვრწმუნდებოდი რომ შემთხვევითი არ იყო. ბოლოს სოფელში შესასვლელიდან გადავხვია და ქისტებისკენ წავიდა. რამდენიმე მახასიათებელი ნიშანი დავიმახსოვრე ყოველი შემთხვევისთვის. შუა დღემდე უკვე იქ ვიყავით. მინდია ჯიგრულად დაგხვდა, ხინკალი დაწყებული ქონდათ უკვე და ჩვენც მეტი რა გვინდოდა. დავცხეთ ძველებურად. მინდო, რა ხდება ეხლა? ფილმის გადაღება გვინდა უცხოელ კოლეგებთან ერთად და გვინდა შენი დახმარება. კი კაცო, არ არის პრობლემა, რა გაგჭირვებიათ, აბა? მოკლედ, აქ ხეობაში ჩინელებს აქვთ ჰესი, ხო? კი, აი ზემოთ კავკასიონი რო ჩანს უკვე, მანდ ვიწროვდება ხეობა და მანდაა ეგ ყველაფერი? ხადორ ჰესი გაგიგიათ? აჰა, რა პონტებია მანდ, ცხოვრობს ხალხი, თუ მარტო ადმინისტრაცია? ასე მასიურად არა, მაგრამ არის კერძო ადგილებიც და პატარ-პატარა ქოხმახებიც. ისე თავად ჩინელებს კაი დიდი ოფისი უდგათ, თანაც ეხლა სეზონი არ არის. აცივდა უკვე და ძირითადად ბარშია ხალხი. ვინები არიან, ქისტები? არა, ჩვენებიც არიან ძირითადად და ქისტებიც და თუშებიც. მოკლედ, ასვლა და დათვალიერება შეიძლება, ხო? კი კაცო, არ არის პრობლემა, გინდა თავიდეთ, გაჩვენოთ, რა მაგარ ადგილას ვცხოვრობ? კი, ბაზარი არა. მაგარი ბუნება. აი ეგ თემა. უნდა რამენაირად მანახო რა. არ არის პრობლემა, წავიდეთ. თუ გინდა ეხლა შეიძლება დაახლოებით 30-40 წუთში. იქ ვიქნებით. ხომ შვიდობაა? კი, მშვიდობა, ადგილი მაინტერესებს, მინდა დავათვალიერო. კაი, გადავიცმევ და წავიდეთ. დავქოქავ მანქანას და დაგელოდებით. რა მანქანას? შენსას? კი. არაა პრობლემა, წავიდეთ ჩემიით. გულიანად გაიცინა. მათე ღადაობ. იქ ისეთი გზებია ძმის გულო რომ ორივე ბამპერს დატოვებ, ჩემი დრაკონი წავიდეთ. თუ ავა ეს ავა? ვა, მართლა, აზზე ხარ. ბაზარი არ არის, წავიდეთ. Subaru Foresteri ყავდა, კაი დალიპტული გაუფროადებული, ნამდვილი მგელი. ისედაც მევასებოდა ეს მანქანა და რაც იმან იქნა მერე საბოლოოდ გადავწყვიტე ყიდვა. მოკლედ ავბობხდით კლდე ღრეზე და მივადექით ძალიან მაგარ ბუნწიახს. ყოველ 100 მეტრში ხო პატარ-პატარა მდინარე და ჩანჩქერია და ეს ტყის მასივი საერთოდ სასწაული. ადგილ-ადგილ პატარა ქოხები იყო დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში და თავად ხეობა როგორც ჩანჩქერის კალაპოტი ისე გამოიყურებოდა. იქვე ხის მასივში ჩადგმული თანამედროვე ოფისი. ჩვენ უფრო ქოხები გვაინტერესებდა, თუმცა არც ჰესის ოფისს არ გამორიცხავდით. მაგრამ გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც ბიკონზე გქონდა წესით უფრო ქოხებში უნდა ყოფილიყო წყარო. ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ადმინისტრაციას შევხვედროდი. მაგრამ რისი გაგებაც მინდოდა პრინციპში გავიგე და ზედმეტი ხმაური ამ ეტაპზე თავიდან ავირიდე. ყურადღების გადატანის მიზნით ცოტა ხანს იქვე მოწყობილ გადაფარებულ მაგიდა და სხკამზე დავჯექით და მინდიას დედის გამომცხვარი ქადები და კოკა-კოლა დავაგემოვნეთ სუფთა ჰაერზე. რომ ჩამოვედით უკან, წასვლამდე მინდიას აუხსენი, რომ კიდევ დამჭირდებოდა რამდენიმე დღეში მისი დახმარება. თუმცა იძულებული ვიყავი ინფორმაცია შემეფუთა. რა თქმა უნდა დამთანხმდა და წამოვედით და გზაში შევუდექით გეგმის განხილვას. ვეკითხები საბას. მაშ, რა სიტყვი აბა ძმა? რაზე? რამდენად რეალიზებადია პელენგატორები? მე უფრო ფართო ადგილი მეგონა, ძალიან ვიწრო ხეობაა და მაღალი. მერე? რა მერე, ხო იცი კლაუსტროფობია მჭირს. ღრმად ისუნთქე და გაგივლის. ბიჭო, რა გინდა მითხრა, რომ ეხლა მანდ უნდა ვირბინოთ ანტენებით ხელში ტარზანებივით ხიდან ხეზე და უფსკრულიდან უფსკრულზე. ხო რა, გაწყენს? აბა რო დაიდე ღიპი ძმაო, რაღაცნაირად ხო უნდა დაიგდო. კაი, ნუ გაატრაკე რა. დავითრიოთ მზა სისტემებია ქვეყანა. კაი გეკაიფები, არ დაიგრუზო. მაგათ ყიდვისას თირკმელების გაყიდვა მოგვიწევს და ზემოდან ჯიგრისაც. ვახ, მართლა მეკაიფები. იდეა მაქვს მოკლედ, ძალიან ოპტიმალური კონსტრუქცია. ანტენების მასივი პლუს Raspberry Pi. ვდები? დაახლოებით კი. მიდი მოყევი აბა. ამ დროს თითქმის ახმეტას ვიყავით გამოცდენილი და გავიხედე რა სარკეში. ის ჯიგარი Volkswagen-ი ისევ კუჩში მეჯდა. რა იდეა გაქვს, არ მოყვები? მოიცა, ჩუ. რა ხდება? ჩუმად. სარკეში მივანიშნე თავით და ჩავიჩურჩულე. ლაზერი. რომ იცოდეთ საუბარია ეგრეთ წოდებულ ლაზერულ მიკროფონზე, რომლითაც შესაძლებელია დისტანციურად საუბრის მოსმენა მაგალითად ერთი მანქანიდან მეორეში ან შენობაში. რა თქმა უნდა თუ სუპერ მაღალი ტექნოლოგიაა. გერებს იღებს მოსაუბრის ახლომყოფი საგნების ვიბრაციიდან, მაგალითად მინიდან. სიჩქარე აუკრიფე და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩვენს შორის რამე მასიური ჩამდგარიყო. ბედად ერთი შესახვევიდან სატვირთო გამოვიდა. გადავუსწარი და როგორც კი დავინახე, რომ ისიც უსწრებდა მარჯვენა მხარეს ჩავდექი და ეგრევე სატვირთოს უკან მოვეკეცი.
ამ დროს ის წინ იყო, უბრალოდ რამდენიმე წუთი მოვიგე. რა ხდება? რა და, თბილისიდან რომ მოვდიოდით ეს გვეჯდა უკან. რა იცი, იქნება სხვა. არ არის სხვა. ერთი სანისლე ფარი არ უნთებდა. ვინ იქნებიან? იგივე ტიპები მგონია კაპანაძეს რომ აეკიდნენ. მოკლედ ტაქტიკაა შესაძლებელი. მისმინე, მოდი გურჯაანით წავიდეთ. კომბორზე შეიძლება მოყინოს კიდეც და სახიფათოა თან ეს მასტი არ შეგვეშვება. რა იცი, ვინ არიან? კაი აზრია, შორი გზიდან მოვარეო, ხო? ისე დაფიქრდი აბა, თუ ის სოფელშიც გვყარაულობდა და ხეობაში არ გამოგვყვა, ესე იგი შენს მანქანას ელოდებოდა, ხო? ეგ კაი რამე მითხარი ეხლა შენ. საღამოს უკვე სახლში ვიყავით. რა თქმა უნდა ის გერმანელი მაგრად ვაცვალეთ ჩემი მანევრირებით. მაგრამ მაინც გვდია მშრალ ხიდამდე. მოკლედ მეგობრებო, შემდეგ მოგიყვებით ტექნიკურ დეტალებზე რაც დავგეგმე. თუმცა ეხლა მინდა გითხრათ რომ მთავარი საქმის შეფუთვის ხარისხი 1-2 გაიზარდა და ჰა, მით უმეტეს მინდიას ფორესტერის ფასიც.